რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემაა. თქვენთან არის ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგუტიშვილის პოდკასტი. აუცილებლად მოიწონეთ და გამოიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე: YouTube-ზე, Instagram-ზე, TikTok-სა და Facebook-ზე. როგორ გადავარჩინოთ საქართველოს? როგორ ვუშველოთ საქართველოს? ყველამ უნდა გააკეთოს თავისი საქმე პლუს ოდნავ მეტი. დღეს ჩვენ სპეციალურ გამოშვებაში გაგაცნობთ ადამიანს, ვინც აკეთებს თავის საქმეს და აკეთებს ოდნავ მეტს. შეიძლება ბევრად მეტს. გაგაცნობთ ზურაბ კაპანაძეს, ბიზნესმენს, რომელიც მრავალი წელია შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, შეერთებულ შტატებში შედგა როგორც ბიზნესმენი და ახლა გადაწყვიტა, რომ დროა გააკეთოს ის, რაც შეუძლია ზოგადად ადამიანს გააკეთოს თავის სამშობლოსთვის. ზურაბ კაპანაძე ქმნის ბიზნეს მოდელს საქართველოს დასახმარებლად. ძალიან მარტივად და ძალიან ზოგადად. კონკრეტულად ამ ეტაპზე ეძებს და აგროვებს ადამიანებს, რომლებიც შედგნენ როგორც პროფესიონალები საზღვარგარეთ, რომელთაც ესმით, რომ საქართველოს რეალურად დახმარება სჭირდება, რომელთაც აქვთ საკუთარი ხედვა ქვეყნის ევროპული მომავლისა და უნდათ ამ საქმეს შეიტანონ საკუთარი წვლილი. უფრო ზუსტად რა შეიძლება იყოს საქართველოს დახმარების, საქართველოს გადარჩენის ბიზნეს მოდელი, ამაზე თავად ზურაბ კაპანაძეს გავესაუბროთ დღეს. მაშასე, წარმოგიდგენთ ზურაბ კაპანაძეს. ბატონო ზურო, გამარჯობა. გამარჯობა, ძალიან სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა და მოდი დავიწყოთ წარდგინებით. იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვით, უჩვეულო პლატფორმას წარმოადგენთ. პლატფორმას, რომლის გავსიც მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში შეიძლება სადღაც არსებობს, ავსტრალიაში ან კანადაში არ ვიცი, მაგრამ მე არ გამიგია. რა პლატფორმა მოიფიქრეთ საქართველოსთვის? რისგან შედგება, მოდი რო დავყოთ რაღაც ნაწილებად, რისგან შედგება თქვენი აქტივობა და ზუსტად რის მიღწევა გინდათ საბოლოო ჯამში? კი ბატონო. ხო, ჯერთი ძალიან მიხარია, რომ სულ რამოდენიმე დღის უკან აღმოვაჩინე, რომ ბელორუსები აკეთებენ ძალიან მსგავს იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ საერთო გამოწვევა გვაქვს. ბელორუსების ძალიან დიდი ნაწილი იმ ცნობილი მოვლენების შემდგომ გავიდნენ ბელორუსიდან და იქიდან აგრძელებენ ბრძოლას. მათ შორის ესენი არიან ბიზნესმენები და ბიზნესმენებმა თქვეს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ინსტრუმენტი გვაქვს, ძალიან ბევრი უნარი გვაქვს აიმისოთ, რომ ეს არ მოვახმაროთ აი ამ პროცესებს, ხო? ანუ მათი мотиваცია არის, რომ დაბრუნდნენ ბელორუსში, მაგრამ დაბრუნებისთვის არ მიენდნენ ვინმეს გაურკვეველ ადამიანებს, მარველის გმირებს, ხო, ანუ ვიღაცები ეხა გააკეთებენ იმას, რომ შეიცვალოს ვითარება ბელორუსში, მერე ჩვენ დავბრუნდებით. არა, ამ ხალხმა თქვეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაც არის ის, რომ შეიცვალოს ვითარება და ეს ვითარების შეცვლა რა არის? ვითარების შეცვლა არის ის, რომ ნორმალური ევროპული სახელმწიფო არსებობდეს ბელორუსის ტერიტორიაზე და ესენი იყვნენ ამის ნაწილი. როცა საუბრობ ჩვენ პლატფორმაზე, ეგ არის, რომ ემიგრაციის საქართველოში დაბრუნების პლატფორმა არის ერთი კონკრეტული ემიგრანტი საქართველოში დაბრუნების პლატფორმა. იმიტომ რომ პირადად ჩემს მაგალითზე და ძალიან ბევრი ადამიანის მაგალითზე ზუსტად ვიცი, რომ ესეც საქართველოში არ დაბრუნდებიან. აი, შემიძლია ერთი კონკრეტული მაგალითი მოგიყვანოთ, რომლის განზოგადება შეგვიძლია. ჩვენი ღონისძიების ალბათ მაგაზეც ვისაუბრებთ, რა ღონისძიებები გავაკეთეთ და ჩვენ მქონდა ღონისძიება 7 ივნის პრინსტონში და ერთ-ერთი პანელი იყო განათლების პანელი. და იქ მოსული ერთ-ერთი სპიკერი გოგონა მუშაობს Yahoo-ში, რა მქონდა მე უკავშირის მიღება და ესეთი კითხვა დაუსვი. რა არის შანსი, რომ შენ დაბრუნდე საქართველოში? პირდაპირი პასუხი იყო, ესეც საქართველოში 0%-ია რომ დავბრუნდე. ოკეი. რა არის შანსი, რომ შენ დაბრუნდე, თუნდაც პოლონეთის, ლატვიის, ლიტვისნაირ საქართველოში 100% დავბრუნდები. ანუ ემიგრაციაში მყოფი ადამიანები საქართველო კი არ შეიძულეს და საქართველო კი არ ეზიზღება და მაგიტომ კი არ არიან. ეს ადამიანები ვერ პოულობენ პიროვნული და პროფესიული განვითარების ადგილს, ამიტომ მიდიან თავისუფლება არა აქვთ. აი ბოლო სიტყვას ჩავეჭიდები, როგორც ივანაშვილი ამბობს.
თავისუფლება ნიშნავს, რომ პოლიტიკური სისტემა დაიწუნეს ამ ადამიანებმა პოლიტიკურ სისტემას გაექცნენ. რა თქმა უნდა. თუ უბრალოდ რაღაცა ჩაწყობები რაღაცა ჯიგრულ ქართული როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობდა. იცით რა არის ჩემთვის რა აწუხებთ ყველაზე კი ბატონო როცა სისტემა მოშლილია და როცა არ არის ესეთი ცნება არსებობს კონტრაქტი სახელმწიფოსთან ხო ანუ რაღაც უფლებებს შენ თმობ ეს არის შეგიძლია დამიჭირო, შემიძლია დამაპატიმრო, დამაჯარიმო რაღაცა, მაგრამ შენგან უნდა მივიღო ის, რომ მე რომ ქუჩაში გამოვდივარ, დაცულად ვიგრძნო თავი. რომ ტარდება ტენდერი, მე არ ვიქნები დაჩაგრული. უამრავი რაღაც, ანუ ეს არის ფაქტიურად ჩვეულებრივი, აი დილს რო ეძახის ტრამპი, ეგეთი რაღაც, ანუ მე რაღაცას ვიღებ სახელმწიფოსგან და მე ამისთვის რაღაცას ვიხდი, ხო? და შესაბამისად როცა ორგანიზმი არის ავად ყველა მიმართულებაში გამოიხატება ეგ პირობითად გამოხვედი ქუჩაში და ცოტა განსხვავებული ჩაცმულობა გაქვს ხო ის ადამიანები ვიზეც დგას რეჟიმი თქვათ ესენი არიან ქუჩის ბიჭები ხო მათთვის მიუღებელი ჩაცმულობა თუ გაქვს შენთვის უკვე ეგ ცხოვრება პრობლემაა ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეგრე სასაცილო და ანეკდოტური სიტუაციებიც კი აქვს ვიღაცას ფერადი პირსახოცი ქონდა გადმოკიდებული არაფერი საერთო LGBT თემთან და ტიპს სახში შეუვარდნენ ხო ანუ აქამდეც კი დავდივართ მეორე ეს არის ბიზნესში შენ თუ არ ხარ რეჟიმის მინიმუმ მადიდებელი რომ რა ვიცი სწორი მიმართულებით მივდივარ და ბატონმა პრემიერმა ეს მიღწევები მშვიდობა გვაქვს და სტაბილურობა და რაღაცა შენ შეუძლებელია წვდომა გქონდეს იმ რესურსებთან რაც გეკუთვნის ხო აი არ ვიცი მოდი ტრაქტორის ქირაობაზე იმას ავქნათ, ხო? ან რაღაცა მელიორაციაში წყლის იმაზე. შენ თუ ქართული ოცნების მხარდამჭერი არ ხარ, შენ წყალს მოგცევენ, მაშინ როცა წვიმა არის. შენ ტრაქტორს მოგცევენ, მაშინ როცა უკვე ხუნადამთავრებულია, ხო? ანუ ეს ინსტრუმენტები იმდენია და იმდენ სეგმენტზე მოქმედებს ადამიანის ცხოვრების, რომ შეუძლებელია ესე გაყო, რომ აი ბიზნეს ეხება და პიროვნულს არ ეხება. ამ პირიქით, ყველა კომპონენტს ეხება და შესაბამისად ჩდება გაუსაძლისი მდგომარეობა იმისთვის რომ საქართველოში გაჩერდე. ანუ საქართველოსთან ადამიანები მიდიან დიწილად იმიტომ რომ არის ძიმე პოლიტიკური ვითარება და პოლიტიკურ ვითარებას გაურბიან და არა მძიმე ეკონომიკურ ვითარებას. პირადად ჩემი აზრი არის ეგ და ცოტა არაპოპულარულია, მაგრამ მე ძალიან გახსნილად ვსაუბრობ ხოლმე ამაზე და ყველგან. და იქნებ კავშირში ერთმანეთთან. არის ზუსტად არის კავშირში. აი ყურეთ როგორი მომენტია ის რომ საქართველოში საშუალო სტატისტიკური ქართველი უკეთესად ცხოვრობს ვიდრე 2012 წელს, ამის თქმა არაპოპულარულია. და ხშირად მოყავთ ხოლმე სიები რომ აი რამდენი ადამიანია ზუსტი დეფინიცია არ მახსოვს რა ქვია. სოციალურად დაუცველი. 700.000-მდე. კი, მაგრამ ამ სოციალურად დაუცველების სიაში ზუსტად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, არიან ადამიანები, ვისაც 10-20 $2000-იანი მანქანები ყავთ. ანუ კი, ეს ადამიანები აი სამშენებლო სექტორში, ხო, ერთ ადამიანზე ფორმდება ფულის გაცემა, 20 ადამიანი მუშაობს, უსაბუთოთ რომ არ მინდა რომ სოციალური ბაზიდან ამომიღონ და რაღაც. ანუ ეს არასახავს რეალურ სურათს, რა ხდება საქართველოში, ხო? ანუ ის სანქციების გვერდით ავლით შემოსული 100 მილიონი $, საბოლოო ჯამში ილექება, ხო? ამდენი კატარღა, ამდენი ვერთმფრენი, ამდენი ძვირადღირებული მანქანა საქართველოში არასდროს არ გაყიდულა. საშუალო სტატისტიკური ქართველი ესეთი მდიდარი არასდროს არ ყოფილა. მე ეს სისა მაქვს რა. მთავარი პრობლემა ეკონომიკური სიდუხჭირი არა, რის გამოც ხალხი მიდის, ხო? ჩემთვის ეს არის ძალიან კავკასიური ამბავი, რა იც ხშირად რაღაცა ისეთ მეორე ხარისხოვან პრობლემებს განვიხილავთ ხოლმე, მაგრამ ის რომ იჩაგრები შენ და ის რომ შენ სამართლიანობის განცდა არ გაქვს, აი წეგან ვახსენე რაღაცა მელიორაციის სისტემა. ანუ შენი მეზობელი, აი კიდე სხვა მაგალითს მოვიყვანე, ჩემი შვილები, რომლებიც მაგალითად საქართველოში დაიბადნენ და ორივე სამყაროს კარგად იცნობენ, ნუ ნაწილი 4 მყავს და 2 იქიდან, ხო? აი საქართველოში რო ვართ, საცობში მანქანა ვიღაცამ გადაკრარული და წავიდა. ანუ რა ხდება, ისინიც კი ვერ და რო ეუბნებ რომ ეს იქნება ქართული ოცნების მხარდამჭერი, ვერ იაზრებენ რომ როგორ ეხა რო წარმოვიდგინო ამერიკაში რომ რა ვიცი, რესპუბლიკელები არიან ეხა ხელისუფლებაში და რესპუბლიკელები შეუძლიათ გადაკრან რული და წავიდნენ, ვერ იაზრებენ ამას, მიხვდით?
აი ეს უსამართლობის არათანასწორობის განცდა არის ის, რის გამოც ეს ადამიანები ტოვებენ. ჩემ მაგალითზე გეტყვით, მე მაგიტომ დავტოვე საქართველოს, ხო? ანუ აი კიდევ ერთი მაგალითის მოყვანა შემიძლია. ავიღოთ ფეხბურთი, ხო, ბევრისთვის პოპულარულია. თუ იცი რომ საჯი მოსყიდულია და საჯი არ არის სამართლიანი, რამდენიც გინდა ივარჯიშე, ღამე დარჩი და პენდლები ურტყი, რავი, რაღაცეები გააკეთე, ხო? გამორიცხულია, შენ არ დაგიდებენ პენალს. იმათ მეორე მხარეს ნებისმიერ იმაზე, ანუ შეუძლებელია ამ ბრძოლაში გაიმარჯვო, თუ საჯი არის მიკერძოებული და ჩვენ შემთხვევაში საჯი სახელმწიფო არის მიკერძოებული, კონკრეტული ჯგუფის მიმართ არის მიკერძოებული, მის მიმართ აქვს ძალიან რა დავარქვა მაგას არ ვიცი, კონკრეტული ინტერესი, რომ მე შენ ყველანაირად დაგიცავ, მე შენ ყველანაირად გაგაძლიერებ, მაგრამ მე შენ მჭირდები იმისთვის, რომ ჩემი ძალაუფლება არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არის თორე ეკონომიკური პრობლემა მე არ მგონია გულწრფელად მთავარი. თქვენ როგორც ერთი ბიზნესმენი. ახლა ერთი ბიზნესმენი ხარ თუ ხართ რაღაცა მოძრაობის თავკაცი, რაღაცის, არ ვიცი, იდეოლოგი შეიძლება ხმამაღალი თქვია, რაღაცის ინიციატორი. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აი ამ პლატფორმის შემთხვევაში, ვის წარმოადგენთ? რამდენად ფართია თქვენ წარმომადგენლობა? ოკეი. ხო, ჩანაფიქრი როგორც მინიმუმ არის ის, რომ ბიზნესმა უფრო აქტიური როლი ითამაშოს ამ პროცესებში და რა არის ეს პროცესი, ანუ როგორ გაიზომება საბოლოო ჯამში, მიღწეულია თუ არა, ანუ ყველა ორგანიზაციას აქვს თავისი დანიშნულება, რისთვისაც შეიქმნა, მაგალითად სამედიცინო დაწესებულებას აქვს მიზანი, რომ ადამიანებს, რა ვიცი, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესოს, გადაარჩინოს რაღაცა, ხო? არ ვიცი, კაფეს დილით რომ გამო ადამიანი დაანაყროს, რაღაცა ყავა დაალევნოს და ესე შემდეგ. ანუ ჩვენ შემთხვევაში ეს არის პლატფორმა, სადაც ბიზნეს აქტივობებით ბიზნესი იღებს თავისწილ პასუხისმგებლობას, რომ ქვეყანაში შეიცვალოს მდგომარეობა. არის თუ არა ეს პოლიტიკური პროცესი? რა თქმა უნდა არის პოლიტიკური პროცესი, იმიტომ რომ ჩვენ აი იმ საჯის შეცვლაზე ვმუშაობთ. თუ საჯი არ შეიცვლება, გამორიცხულია მე ვერასდროს ვერ გადავალ უმაღლეს ლიგაში, მე ვერასდროს ვერ გადავალ პირველ ლიგაში, განწირული ვარ რომ ვითამაშო მესამე ლიგაში, ხო? და შესაბამისად, ჩემი ერთი ადამიანის, ჩემი ერთი ბიზნესის ინტერესი არის რომ შეიცვალოს გარემო, რომელიც შესაძლებლობას მომცემს მივახციო იმ შედეგებს, რაც მგონია რომ მეკუთვნის. რა, ნუ მე მგონია რომ არავიზე ნაკლები ბიზნესმენი არავიზე ნაკლები უნარები არ მაქვს, მაგრამ როცა არღებულობ ამ თამაშის წესებს, შეუძლებელია რომ შენ ეს შედეგი დადო, ხო? რაც თქვენ ახლა მარტო ხართ? არ ვარ მარტო. ვის სახელით საუბრობთ? მე ამ წუთში ვსაუბრობ ამერიკაში დაფუძნებული ორგანიზაციის ხიდების მშენებლების სახელით, რომელიც დავაფუძნე პარტნიორებთან ერთად. ეს ადამიანები ასევე არიან ამერიკაში ყოფი ემიგრანტები, მაგრამ ნელ-ნელა ამ იდეას, ამ პლატფორმას უფრო მეტი ადამიანი უერთდება. მაგალითად 6 დეკემბერს ჩვენ გვაქვს, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო შეხვედრა. ორი ძირითადი მიმართულება და რა ვიცი, თუ დრო გვაქვს 2 წუთში ჩავატევ თითოს, ხო? ანუ ეს არის იმ ბიზნესმენების შეკრება, ვისაც აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული განცდა, რომ საქართველოს არ ვითარდება სწორი მიმართულებით, რა. ანუ ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ დღეს ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში, ეგეთი ადამიანების ადგილი იქ არ არის. ეს არის შეკრება, რომელიც შეკრიბავს ისეთ ბიზნესმენებს, ვისაც აწუხებს ის, რაც ხდება საქართველოში, ვის ცხოვრებაზეც ისახება ის, რომ საქართველოს შორდება დასავლურ ცივილიზაციას, რა. და ჩვენ აი ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩავწერეთ რაღაცა პოდკასტი და იქაც ვთქვი და გავიმეორებ, ხო? ბიზნესში მეტაფორები, მარკეტინგში მეტაფორები ძალიან მუშაობს და თქვენ და მე დაახლოებით ერთი თაობა ვარ და გემახსოვრებათ, რომ კოკა-კოლის დალევა იყო რაღაცნაირად ესეთი ის, რომ ამას ანუ რაღაცა ამერიკულთან ქონდა შეხება, აი მაკდონალდსის შემოსვლა, ბიგმაკი რომ შეჭამა ადამიანმა, თითქოს რაღაც სხვა ის არის, ხო? განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდა. ანუ აი ამ რაღაცეებთან შეხება იყო თავისუფლებასთან შეხება, ხო? მთავარი მიზიდულობა იმისი გემონური თვისებები კი არ იყო, ეს იყო თავისუფლებას ეხებოდი და ჩვენ თუ დავშორდები დასავლურ ცივილიზაციას და ჩვენ თუ ოფიციალურად დავირქმევთ ჩვენ თავს როგორც დასავლეთის მტრებს,
ჩვენი მთავარი პროდუქტები ღვინო, საჭმელი, ჩვენი მთავარი ბაზარზე რაც გაგვაქვს რა არის ჩვენი ღვინო და ჩვენი საჭმელები. ხო, ანუ ნებისმიერ საშუალო სტატისტიკურ უცხოელს რო შეეკითხო, რითი იცი საქართველო, ხინქალი, ხაჭაპური, რაღაცა ღვინო, რაღაცეები. ხო, ანუ ამას აღარ ექნება ის გემო რაც დღეს აქვს, იმიტომ რომ თავისუფლების გემო, ქვეყნის გემო, რომელმაც სასწაული რეფორმები ჩაატარა იმ რეგიონში, შეიცვლება რაღაცა ტოტალიტარიზმის გემოთი, ჩამყაყებულის გემოთი და კლიენტებს დაკარგავენ. ამიტომ ბიზნეს აქ პრაგმატული ინტერესიც აქვს, რომ იყოს ამ პროცესის მონაწილე, რომ არ გაკოტრდეს, ხო? მაგრამ ეს არის ბიზნესი, რომელიც საზღვარგარეთ ფუნქციონირებს. ძირითადად კი საქართველოსთან ეჭვი მაქვს, რომ ვიღაც ხო, არ ვიცი, შეიძლება ჩამოვიდეს ვიღაც, მაგრამ ალბათ ჩვენი გათვლა მაინც არა, ჩვენი გათვლა არის მხოლოდ ამერიკაში ვინც არიან და მაგასაც აქვს ძალიან პრაგმატული რაღაცა ახსნა, იმიტომ რომ ადამიანები, ვინც იურიდიულად ფინანსურად, ფიზიკურად დაკავშირებული არიან საქართველოსთან, ისინი არიან ძალიან მოწყვლადები და მე ხშირად მომისმენია, რომ სად არიან ეგ ბიზნესმენები და რაღაცები. მე მინდა რომ გაუგო მათ, იმიტომ რომ ის ვითარება რაცაა საქართველოში მოითხოვს ფაქტიურად თავგანწირვას, რომ შენ რამე ხმა ამოიღო, ხო? ანუ დაგიყადაღებენ ანგარიშებს, ფინანსური პოლიცია შემოვა, ფიზიკურად, რა ვიცი, შვილებს გაგილახავენ ქუჩაში ისე რომ თან ვერ ახსნი რომ ეს იყო შენზე ზეწოლა. რა ვიცი, მხარი გაარტყეს შენ შვილს და რაღაცა ესე დაგეჭ. უამრავი ეს არის შეხების წერტილი, რითიც შეუძლია დაგჭაგრონ და ამ ადამიანებს ვერ მოთხოვ რომ იყვნენ ესეთი თავგანწირულები და ჩვენი გათვლა არის დიახ ევროპაში და ამერიკაში მოქმედ ბიზნესებზე და ასევე დიდ ბიზნესში მომუშავე ქართველ მენეჯერებს. აი მაგალითად, არ ვიცი ლატვიის მაგალითზე რა შეიძლება ხო ჩვენ სხვათა შორის ეხლა ლატვიაში ვიზით ჩემთვის ქართული კომპანიის ისიც აქვს დანიშნულება და ჩვენ ყავს აი გამანაწილებელი კომპანია აქვს როგორც თელასი ხო ვთქვათ აი Saddle Stickles აი ქართველი რომელიც ვთქვათ იმუშავებს ეგეთ კომპანიაში მენეჯერულ როლზე ის ჩვენთვის საინტერესოა იმიტომ რომ იმას კონტრიბუცია შეუძლია ამ პროცესებში თავისი პროფესიონალური უნარებიდან გამომდინარე რა და თვითონ ეს 6 დეკემბრის ღონისძიება არის ორი ძალიან მკაფიო მიმართულებით. პირველი არის ეგეთი ფორმატი იტალი, რომელთა პოზიციონირება არის, რომ ჩვენ ვართ იტალიის გლობალური ამბასადორები მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის იტალიის ბიზნეს აელჩოები. აი პირდაპირ ესე პოზიციონირება. ჩვენი იდეა არის ის, რომ მოდით ქართველო ბიზნესმენებო ვიმსჯელოთ, რამდენად შეგვიძლია ჩვენ იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც დღეს ვართ და რეალურად არ გვაქვს ეს აელჩოები, ხო? ფუნქციას არ ასრულებენ. გავაკეთოთ ბიზნეს აელჩოები და რაღაცნაირად ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობა დადებითი, ისეთი რასაც დასავლეთი ჩვენგან ელოდება, ეგეთი წარმომადგენლობები გქონდეს. ამის პოტენციალი გვაქვს. აი გეტყვით, საშუალო სტატისტიკური ქართველი შეხედულება არის, რომ უცხოეთში თუ ვინმე მიდის, ქართული ემიგრაციის 90% არიან Uber-ის მძღოლები, ტრაილერის მძღოლები და დამლაგებლები, უსაბუთოდ მომუშავეები საერთოდ. კი ბატონო. ჩვენ არ ვიცნობთ რეალურად იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება რომ ბიზნესმენი შეიძლება ბიზნესმენი ეწოდოს. არ ვიცნობთ გავლენიან ქართველებს, ძალიან ცოტას ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო. ჩვენ გულისხმობ საშუალო სტატისტიკურ ქართველებს საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს. კი ბატონო. აი წეგან ბელორუსები რომ მოახსენე, აი მათი ეს აქტივობა დაიწყო იმით რომ რაღაცნაირად რეესტრი გააკეთეს, ვინ ბიზნესები არიან ბელორუსის გარეთ, ვისაც აქვს ღირებულებითი მკაფიო ჩამოყალიბებული ხედვა რომ მე ბელორუსს ვხედავ ევროკავშირში, მე ბელორუსს ვხედავ დასავლურ ცივილიზაციაში და არა რუსეთში. ანუ ესეთი რეესტრი გააკეთეს და ეს ადამიანები გეგმავენ უამრავ აქტივობას, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ, სინერგიას ქმნიან, ხო? რაც შეეხება ყავს თუ არა საკმარისი ქართველები არა მხოლოდ ბიზნესში. ანუ ჩვენ 20-30 წლის ემიგრაცია გვყავს. ჩვენი შვილები, ვიღაცისთვის შვილიშვილები, ხშირ შემთხვევაში ევროპარლამენტარების, კონგრესმენების, სენატორების შვილებთან, მეუღლეებთან, ანუ ძალიან ინტეგრირებული ვართ. ძალიან ინტეგრირებული ვართ.
აი სლიპოვერებს რო ეძახიან ეს ადამიანები ზოგი ჩვენთან გაიზარდა ჩვენი შვილები გაიზარდნენ მაგრამ რო ეუბნები რომ აი რითი დაგეხმარო ამ კითხვაზე პასუხი არ არის ნუ აი არ ვიცი აი ტვიტი დამიწერე რომ აი რაღაცა საქართველოს ანუ ტვიტი არ არის ის რაც ჩვენ შეგვიძლია აქედან წამოვიღოთ გაცილებით დიდი მხარდაჭერის მიღება შეგვიძლია მაგრამ ამ ადამიანებს უნდა ვესაუბროთ თავიანთ ენაზე გაცილებით დიდი მხარდაჭერა ნიშნავს ლობირებას მათ შორის ლობირებას რა თქმა უნდა Deep State-ის ხო, რა ვიცი, ხა Deep State-ი ძალიან ისეთია, სხვათა შორის სულ მინდოდა ხოლმე რომ მეთქვა და რა ვიცი, გამოვიყენებ ამ სიტუაციას. ანუ ჩემთვის სასაცილოა, როცა ივანიშვილი საუბრობს Deep State-ზე და ქართული ოცნება, იმიტომ რომ აი, საშუალო სტატისტიკური ადამიანისთვის რა არის Deep State-ი? არსებობს რაღაცა ადამიანი, ან ადამიანების ჯგუფები, ვისაც აქვთ გავლენა პროცესებზე, ისე რომ არ არიან ხელისუფლების ნაწილი. და რა ვიცი, ივანიშვილზე მეტი Deep State-ი მაგ იმითი ფორმულირებით ვინ არის? ანუ არაფერი ის არა აქვს. თან უცხო ძალა. ხო. უცხო ქვეყნის ძალა. კი, ხო. ხო, ამიტომ რა ვიცი, მართლა ის მგონია სასაცილო ამბავი Deep State-ზე საუბარი, იმიტომ რომ თუ ჩვენ აი რომ იყოს ამოცანა, რომ ხვდებით სტუდენტებს და არიციან ამ ადამიანებმა ფორმულირება, აი მართლა მაინტერესებს როგორ აუხსნეს ქართული ოცნება, რა არის Deep State, აი უბრალო ენაზე რა და თუ ამ უბრალო ენაზე არის ეგ დეფინიცია, რასაც მე უსმენ რომ ეგ არის რომ არიან ადამიანები, ვინც არ არიან ხელისუფლებაში, სადღაც ის არის გარიყულები არიან და იქიდან აკონტროლებენ სიტუაციას, რა ვიცი, აბა მაშინ როგორ არ ჯდება მაგ დეფინიციაში ივანიშვილი, ზუსტად ჯდება, ხო? თქვენს გეგმებს დაუბრუნდეთ. კი ბატონო. თქვენ როგორც მივხვდი, აპირებთ რეესტრის შექმნას, პირველი ამით დაწყებას. რეესტრის შექმნას ვინ არიან ქართველები, მოდი ასე ვთქვათ, გავლენიანი ქართველები, მეტნაკლებად შემდგარი ადამიანები. გავლენას არ დანო ემიგრაციაში. მე უფრო და ეს ადამიანები რისთვის გჭირდებათ? რა მათ შესახებ ინფორმაცია როგორ უნდა გამოიყენოთ? როგორც გითხარით, საბოლოო მიზანი არის საქართველოში დაბრუნება. ანუ ის ადამიანი, ვინც აფიქსირებს, რომ მეც მაწუხებს, რაც საქართველოში ხდება, მეც სიამოვნებით დავბრუნდებოდი ჩვენ რომ ვიყოთ ლატვიის, პოლონეთისნაირი ქვეყანა და მზად ვარ რომ ჩემი კონტრიბუცია ჩამოვიდე, ესეთი ადამიანები გვაინტერესებს. ანუ ჩვენ არ ვარჩევთ ადამიანებს, რაღაცა აი ქუთაისელები გვაინტერესებს, ან მაღლები, ან 70 წელზე მერე დაბადებულები, ხო? ვისთანაც საერთო იდეა შეიძლება გვაერთიანებდეს და ეს იდეა არის რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ქვეყანა უბრალოდ მასში მართლობითი სისტემა არის ისეთი რომ ჩვენი ვერ ვხედავთ ჩვენ თავს, აი ესეთი ადამიანების. მინდა რომ დავაფიქსირო არა იმიტომ რომ რაღაცნაირად მეშინიან გაურბივარ, ანუ ამ წუთის მდგომარეობით და აი მართლა გულწრფელად არ მაქვს რაიმე ისეთი დაშვება რომ როდისმე ჩემი აქტივობა, ჩვენი აქტივობა პარტიულში შეიძლება გადაიზარდოს, ამ წუთის მომენტში ეს არის არ ვიცი, პატრიოტი გულანთებული ქართველების მცდელობა რაღაც გავლენა მოახდინონ იმაზე, რაც ხდება საქართველოში და ეს არის ბილეთი საქართველოში დასაბრუნებლად. ანუ პლატფორმა რეალურად არის სახში დაბრუნების ბილეთი, იმიტომ რომ თქვენც ემიგრაციაში ხარ და დარწმუნებული ვარ, ბევრი გექნებათ ნაფიქრი, სად იქნება ჩემი საფლავი, ხო? ანუ სად ვამთავრებ ცხოვრებას. შეიძლება ისე მოხდეს, რომ მე საქართველოში ვერ დავამთავრო. თუ ეგრე არის მაშინ ჩემი შვილები რჩებიან ქართველებად, თუ აღარაფერი აღარ აკავშირებთ საქართველოსთან, ხო? ანუ ეს იმდენად დიდი ფორიაქის მიზეზია, რომ мотивация აქედან მოდის. ანუ არავის გამო არ ვაკეთებ ამას, არც კონკრეტული ადამიანის, არც კონკრეტული რაღაცა პარტიის ან რაღაც, ანუ გულწრფელად მე ამ წუთის მდგომარეობით რო ჩატარდეს არჩევნები, არ ვიცი ვის მივცემ ხმას. ანუ ეს ის კი არა, ანუ ვის არ მივცემ ზუსტად ვიცი, მაგრამ ვის მივცემ ეგ არ ვიცი რა. პარტია აღარ იქნება და ვის უნდა ხო, ან როგორ უნდა ჩატარდეს. იქნება ქართული ოცნება და ქართული ოცნება. სხვა სახელი. სხვათა შორის მაგასთან დაკავშირებით ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში და ჩემი თანამოაზრეების აზრით, გვაქვს ძალიან მაგარი ინიციატივა, რომელსაც განვიხილავთ აი ამ 6 დეკემბრის შეხვედრაზე. გარდა იმისა, რომ ითალი რომ გითხარით და წეგან ვერ დავამთავრე, ნამდვილად არიან ეგეთი ადამიანები და ეგეთი ბიზნესმენები და რა ფორმატი არის ეს? ერთ სივრცეში არის თავმოყრილი რესტორანი, ღვინის მაღაზია, სხვა ნივთების მაღაზია, მასტერ კლასები რაღაცები და ეს არის პატარა იტალიაში მოგზაურობა, ხო? დღეს ეგ ბიზნესები ცალ-ცალკე უკვე არსებობენ. ვიღაცას აქვს რესტორანი
ვიღაცას აქვს ღვინის დისტრიბუცია, ვიღაცას ქართული პროდუქტები შემოაქვს, წიგნები შემოაქვს, რაღაცეები, ხო? მათი საშუალო ჩეკი, როცა ისინი არიან გაბნეულები სხვადასხვა ლოკაციაზე, გაცილებით დაბალი იქნება, თუ ისინი ერთად მოიყრიან თავს. იმიტომ რომ იქ მოსული ადამიანი რესტორანში რომ შევიდა, გამოვიდა და ვა, რა მაგარი წიგნი ვნახე, არ ვიცი, გელა ჩარკვიანეს, ხო? გამოვედი ვიყიდე. ანუ ეს ბიზნესები ერთმანეთს გააძლიერებენ. რატომაც ვფიქრობთ, რომ ბიზნეს აქვს შეუცვლელი როლი არის ის, რომ ბიზნესმა ზუსტად იცის, როგორ შეიძლება გახადოს ეს სივრცეები მიმზიდველი. აქვე შეიძლება და ჩვენს ჩანაფიქრში არის, რომ გაკეთდეს შეხვედრების ადგილი, აი 50-100 კაციანი საკონფერენციოები ან ვორქშოპების ადგილი და ეს შეიძლება გახდეს ადგილი, სადაც ჩვენს ამერიკელ, ჩვენს ევროპელ მეგობრებს დაუთქვა შეხვედრის ადგილს, ხო? იმიტომ რომ მარტო გამონათქვამი რო არის როგორ არის კაცის გული კუჭზე გადის მარტო კაცის კი არ გადის ქალისაც გადის ხო ის მხარდაჭერის მიღება რაც ჩვენ გვინდა ქართული გემრიელი საჭმელით ქართული ღვინით და ესეთ სივრცეებში გაცილებით ადვილია პირობითად გინდა ვინმეს მხარდაჭერა ავიღო ჯო ვილსონი ხო ჯო ვილსონს რო ხვდები ქუჩაში ერთია და რო ეუბნები რომ ჯო წამოდი ერთი ქართულ სახლში შევხვდეთ და აი ამ სივრცეში ესაუბრები აი ნახე როგორი ქართველები ვართ როგორი კონტრიბუცია შეგვიძლია რაღაცა ცივილიზებულ სამყაროში გავაკეთოთ და შენი მხარდაჭერა გჭირდება ანუ შანსები სად უფრო მეტი გვაქვს და ძალიან საგულისხმო რაღაცაა კიდე ჩვენ ეგ ფორმატი კარგად შევისწავლეთ და გამოველაპარაკეთ ადამიანებს და აი არ დამავიწყდება ესეთი ფრაზები თქვენ რომ ჩვენ როცა აქ მუშაობთ ჩვენ გვაქვს განცდა რომ ორი ქვეყნისთვის მუშაობთ იტალიისთვისაც მუშაობთ და ამერიკისთვისაც მუშაობთ და იცით რამდენ ქართველ საკლია ემიგრანტს რომ მე ხაჭაპურს ვაცხობ და რაღაცაი ჩემს ნამუსთან არ ვარ კარგად რომ ვიღაცაები რუსთაველზე არიან ვიღაცაები რაღაცას აკეთებენ რომ შენ თუ გექნება განცდა რომ ამითი ქართულ საქმეს აკეთებ გაცილებით სხვა შინაგანი ისინი გექნება ხო ისინი რომ აი ეს განცდა როგორ გაუჩნდება აქედან ვარცი ბელგიიდან დანიიდან ბრაზილიიდან შეერთებული შტატებიდან საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაზე გავლენა როგორ უნდა მოახდინოთ იმით რომ გააერთიანებთ რესტორანს წიგნის მაღაზიასთან ჩემთვის ძალიან მარტივი ლოგიკა ხო ანუ თუ ქართული community ხო რასაც ეძახიან გაძლიერდება მას გაუჩნდება მეტი რესურსები ხო მათ შორის ფინანსური რესურსები მათ შორის ნაცნობობითი რესურსები ანუ ჩვენთვის მისაბაძი ემიგრაციები ვინ არის ჩვენთვის მისაბაძი ემიგრაციები არის ისრაელი იტალია, სომხეთი და ესე შემდეგ. ანუ მაგის უკან რომ წავიკითხოთ, რას ვეძახით ძლიერ ემიგრაციას? ფინანსები არის? არის. ნაცნობობა არის? არის. სისტემურობა არის? არის, ხო? ანუ ისრაელს თუ ვიძახით ჩვენ რომ არა აქვს გავლენა ისრაელის პოლიტიკურ ცხოვრებაზე ან სომხეთის, მაშინ სხვა ამბავია, ხო? ანუ ძალიან მარტივი ის არის ფორმულა რომ ძლიერი ემიგრაცია არის ზეგავლენის მომხდენი იმ ქვეყნებში, საიდანაც არიან, ხო? ჩვენ რამე ახალს კი არ ვიგონებთ. ანუ ეს წლების, ათეულობით წლების განმავლობაში შექმნილი ის არის პრაქტიკები. მათ შორის სომხეთი ის რომ დღეს არის რაღაცნაირად განვითარების დასავლურ ვექტორზე, დასავლური ემიგრაციის გარეშე გამორიცხული იქნებოდა მაგათი ეგეთი კურსი, ხო? ანუ რამოდენიმე კვირის უკან ვიყავი კალიფორნიაში და ნუ აი გადაჭარბების გარეშე სომხები რასაც მოყვებიან ეგ სხვა არის რომ აი ყველა ტაქსისტი სომეხია და რაღაცა გადაჭარბების გარეშე ყველგან იგრძნობა სომხეთის დიდი წარმომადგენლობა რა 7 ტელევიზია აქვს ანუ სომხურ ენაზე ქალაქები აქვს ხო ხო ანუ აი ნენსი პელოზი მუშაობდა მახსოვს სომხურ დიასპორაზე რო აერჩიათ აი ძალიან მაგარი მომენტია და აი მიხარია რომ გამიადვილდება ეხლა ახსნა რა ანუ ჩვენ აი ესეთი სისტემური ემიგრაციით როგორი მიმზიდველები ვხვდებით, ხო? იმ რეჟიმში კი არ ხარო ჯობიძია დამეხმარე რა. ანუ შენ ეუბნები რომ ჯობიძია, შენ ხო გჭირდება მხარდაჭერა კონკრეტულ შტატში. აი ამ შტატში ვართ ამდენი ქართველი. და ამერიკის საარჩევნო სისტემა გეცოდინებათ, ხო? ანუ შტატებში კიდევ არის დაყოფილი კაუნტები. ერთმა კაუნტმა შეიძლება მთელი შტატის ბედი გადაწყვიტოს და მაგალითად პენსილვანია საგრაფოს ვეძახით მე მგონი. ხო, ქართულად საგრაფო არ. მოკლედ, იმაში პენსილვანიაში, რომელიც მუდმივად არის მერყევი შტატი, არის ეგეთი კაუნტი, ბაქსი კაუნტი, სადაც ცხოვრობენ ქართველები.
მე მგონი წინა არჩევნებში 300 რაღაცა ხმამ გადაწყვიტა თლიანი შტატის ბედი და მარტო ბაქსი კაუნტში 5000 ქართველი ცხოვრობს, რომელსაც აქვს ამერიკის მოქალაქეობაც, ხო? ანუ შენ თუ ეუბნები რომ რესპუბლიკელებო თქვენ რას მთავაზობთ? დემოკრატებო თქვენ რას მთავაზობთ? ანუ ჩემთვის საინტერესო რაღაცას ვინც შემომთავაზებს, იმას დაუჭერ მხარს. ანუ სომხეთის მაგალითზე გაცილებით ის არის, ხო? ანუ ბევრად დიდი წარმომადგენლობა აქვს. ამიტომ ჩვენ რაღაცა მათხოვრების იმ გაგებით რომ მომეცი დამეხმარე კი არა, ანუ მე ამას გაძლევ, შენ ეს მომეცი, ხო? ანუ დილ, რასაც ტრამპი მუდმივად იძახა. მაგრამ ამას ჭირდება რომ ადგილობრივი სისტემა ის ქართველები იყვნენ გაერთიანებული. რა თქმა უნდა. ერთ აზრზე იყვნენ და საერთო ამოცანა ჰქონდეთ. კი, საერთო ამოცანა ჰქონდეთ და ამის გაკეთება რამდენად მიღწევადია. მინიმუმ ის ვიცი რომ ჩვენს გარდა ამას არავინ გააკეთებს. არავის არ ევალება, თქვენს გარდა, ანუ ქართველების გარდა. მაგას გულისხმობ. ანუ ის რომ უეჭველი გამოვა, უეჭველი რა გამოვა, არავინ არ იცის, მაგრამ რა ვიცი, ბევრი მათ შორის რელიგიური ისიცა რომ გაანძრიე ხელი და გეშველება. ხო, შენ თუ არ მოქმედებ და მუდმივად ხარ, რა ვიცი, ესე რო იყოს, რა კარგი იქნებოდა და ყველა ფსკერი გავარღვიეთ და Facebook-ს გავაუქმებ და რაღაცები, ანუ მაგითი რა შეიცვლება, ხო? აი არჩევნების ფაქტიურად გაუქმებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრმა აი ისეთი სიტყვები დაწერა, ისეთი ვიდეოები ჩაწერა, რომ ცრემლები წამოგივა და მოაგროვა უამრავი ლაიქი, გადაზიარება, მაგრამ აი ქმედითი რა არის მაგაში, რა შეიცვლება, ხო? ჩვენ თქვით, მოდი გავაკეთოთ ეგეთი რაღაცა რა. წესით არის ეგეთი კანონი, რომ თუ 50 საქართველოს მოქალაქე მაინც ცხოვრობს ერთ ლოკაციაზე, ჯერჯერობით არსებული კანონით სავალდებულოა რომ გაიხსნას იქ უბანი, ხო? აი ლატვიაში ვარ და ძალიან ისე ზუსტად კავშირდება ჩემი აზრით, ეხლა რასაც გეტყვით, რომ შეეკითხო საშუალო სტატისტიკურ ადამიანს, რომ როგორ AI როგორ ვიზუალს დაგიხატავდა ბალტიისპირეთის ქვეყნების განთავისუფლების საბჭოთა რეჟიმისგან. დახატავდა იმ ჯაჭვს, რომელიც სამივე ქვეყანამ ერთმანეთ ხელით ჩაჭიდეს და იმას აქნეს. ხო, ანუ ეს ბალტიური ჯაჭვი არის სინონიმი იმის, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები განთავისუფლდნენ საბჭოთა კავშირიდან. აი ერთ სურათში გადმოცემული, ხო? ანუ იმის თქმა მინდა, რომ ვიზუალიზაცია ერთ მომენტში ბევრი ადამიანის ერთ რაღაცა აქტივობაში ყოფნა არის ძალიან ძლიერი მესიჯი. ჩვენი იდეა არის ეგეთი, რომ მოდი გავაკეთოთ იმიტირებული არჩევნები, რითიც ვაჩვენებთ რამდენ ადგილზე ეკუთვნის ქართულ ოცნებას საარჩევნო უბნის გახსნა, ხო? აი ამის ინიციატორი შეიძლება იყოს ბიზნესი და მარტივი მიზეზის გამო, სადაც არის მეტნაკლებად რაღაც რაოდენობა ქართველების, იქ აუცილებლად პირველი რაც იხსნება არის რესტორანი. იმიტომ რომ კლასიკა არის რა. შეიძლება სხვა ბიზნესი ცოტა გვიან გაიხსნას, გადაზიდვის რაღაცეების, მაგრამ ყველა ვარიანტში რესტორანი პირველი იხსნება. ამ რესტორნებს ზუსტად აქვთ ინფორმაცია დაახლოებით რამდენი ქართველი ცხოვრობს იქ რა. აი მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ხო? ანუ ქართული ოცნების მხარდამჭერიც რომ იყოს რესტორანი, შეუძლებელია დასავლეთის ქვეყანაში მცხოვრები დასავლეთის მოქალაქეობის მქონე ადამიანმა თქვას, რომ მე არჩევნებს აღარ ვემხრობი. ხო, ანუ არჩევნებზე უარის თქმა ძალიან არაპოპულარული არის რა. და ჩვენი იდეა არის ეგეთი, რომ ამ 6 დეკემბრის შეხვედრაზე გავხსნათ ეგ თემა, რომ ვინ არის მზად, რომ თავისი კონკრეტული თანამონაწილეობა მიიღოს მაგაში. რა არის ეგ თანამონაწილეობა? დაითქვას ერთი დღე, არ ვიცი, ავიღოთ, ვთქვათ 31 დეკემბერი რა. და ეს იყოს იმიტირებული არჩევნები, ოღონდ პარტიები კი არ ეწერება. აი რა ვიცი, ჩვეულებრივი ფურცელი მივედი, ჩავაგდე და აღირიცხა და თან ეს გადაიღო, თან მტკიცებულებად შეიქმნა, რომ ბრუსელში მივიდა ამდენი ადამიანი, რა ვიცი, ანტვერპენში მივიდა ამდენი ადამიანი, ბერლინში მივიდა ამდენი ადამიანი, რიგაში მივიდა ამდენი ადამიანი და ეს არის მტკიცებულება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვისაც, რომ იქნებ მართლა არ არის საკმარისი რაოდენობა და მაგიტომ არ იხსნება. 2024 წელს ძალიან ბევრმა ქალაქმა მოითხოვა ევროპაში. ხო, მოითხოვა, მაგრამ არ გაუხსნეს. ხელმოწერები შეგროვდა, ადამიანები შეიკრიბნენ, მაგრამ ფეხებს დაიკიდა, პირდაპირ ვილაპარაკოთ, ფეხებს დაიკიდა ქართულ ვიზუალი რატომ ახსენე და ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა, იმიტომ რომ 13% მიიღო დანარჩენ ქალაქებში, სადაც ქონდა უბნები. ვიცი, მაგრამ აი წეღა რატომაც ჯაჭვი ვახსენე არის ის, რომ აი
მათ შორის ჩვენც კი ვერ ვხედავთ. აი ხელმოწერა შეაგროვეს რაღაცა რიგაში, ხო? ანუ 100 ქროლე გაატარე, მაგრამ ვიზუალი რომ ამდენი თან ხო მათ მესიჯი არის რომ მე უბრალოდ ხელის მოწერით კი არა, იქ ყოფნით დავაფიქსირო რომ ჩემთვის არჩევნებში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის არჩევნების საარჩევნო ხმის ჩამორთმევა არის მიუღებელი. ანუ ეს არის პროტესტის ფორმა, მაგრამ პროტესტის ფორმა, რომელიც ასევე მტკიცებულებას ქმნის, ხო? ჩვენ ეს ერთმანეთის დასაიმედებლადაც გვჭირდება, რომ რაიმე ქმედითის გაკეთება შეგვიძლია გარდა პოსტვის, ანუ ერთობლივი აქტივობის განხორციელება შეგვიძლია. მე მომისმენი ადამიანების აზრი, რომ აი რო ჩავარდეს იდეა რო არ გამოვიდნენ ქართველები და მაშინ ოკეი, აი მდგომარეობაში რაშიც ვართ, რომ შენ თუ თანაკ ხო რა არის რომ 200 კილომეტრზე წასვლა კი არ მოგიწევს თუ იცი რომ 50 ადამიანი ცხოვრობს ლატვიის 2 ადგილზე 2 ადგილას შეიკრიბონ არ არის აუცილებელი რომ გინდა თუ არა რიგაში ჩამოვიდნენ ხო ამერიკაშიც აი მაგალითად ნიუ-იორკი რო ავიღოთ 5-10 ადგილი იყოს მხოლოდ ნიუ-იორკში ერთ ადგილას კი არ შევკრიბოთ როგორც წინა არჩევნებზე იყო ერთ სადარბაზოში 4 საარჩევნო უბანი რო იყო ამ პარიზში ხო ანუ ადამიანებს არ უნდა მოუწიოთ დიდი მანძილის გავლა თავის უბნის მაღაზიაში რო ჩავდა და რესტორანი რატო არის კარგი რესტორნებმა ხო ეგ ლოკაციები ზუსტად მაგიმითი შეარჩიეს რომ თქვათ ქალაქის ერთ ბოლოში უკვე იყო ქართული რესტორანი მაგრამ მოსახლეობა აქეთაც არის ქართული და წამოვიდა და აქ ამათთან ახლოს მივიდა ხო და ის ხალხი ამ პურზე მიდის ანუ რესტორნები ხო თან რა არის ევროპაში და ამერიკაში ეს არა კლასიკური რესტორანი, ეს არის თან მაღაზია, ქართული პროდუქტები სადაც იყიდება და აი მაგალითად 31 დეკემბერს შოთი, ხო თითქოს ისა, მაგრამ იქაც მუშაობს, ეგ რომ ყველა მივა შოთზე. გააკეთე 31 დეკემბერს, ნუ ცოტა რთული მოსწრებადია, მაგრამ ისე ვიძახ, ხო? ანუ იმ მაღაზიებში მაინც მიდიან ეს ქართველები. ერთი ამოცანა გავიგეთ, ვირტუალური არჩევნების ჩატარება. არჩევნების არა, ეს არის რეგისტრაციის ამომრჩეველთა ვირტუალური რეგისტრაცია. მოდი ასე დავარქვა. შემდეგი ამოცანა რა შეიძლება კიდე იყოს? საბოლოო ამოცანა თუ არის, საბოლოო განზრახვა თუ არის პოლიტიკურ ვითარებაზე ისეთი სერიოზული ზეგავლენა, რომ ეს ვითარება შეიცვალოს. ძალიან მძიმე, რეალურად ძალიან მძიმე ვითარება. იმას გაცილებით უფრო სერიოზული ზემოქმედება ჭირდება ამ ვითარებას. იცით როგორი მომენტია? ჩემთვის ეს შეიძლება ძალიან ცუდი სიტყვა არის. და მე ვინან რომ თქვა, მაგრამ ნუ ამ წუთში რაღაცნაირად მაქვს შინაგანი მზაობა რომ თქვა რა. ის რომ ჩვენ ვინმე შეგვპირდა რომ აი 2026 წელს ქართული ოცნება არ იქნება და თუ არ იქნება რა, აი დაუშვა და 2030-2040 წელში დროის მანქანით შევიხედეთ და კიდე არის ქართული ოცნება. კიდე არის რუსული გავლენა. არ მინდა ეგე დროის. არა, გავიგე. ეგე დროის მანქანაც არ მინდა. გავიგე, მაგრამ აი ჩემთვის პრაგმატიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რას ვიზავთ, რომ აღარ მინდა კაცომე ქართველობა, სხვა არხზე გადავრთავთ, ანუ ვერაფერს ვერ ვიზავთ იმ ადამიანებს, ვისაც გვაქვს ღირებულებითი შეუთავსებლობა, რომ ვიძახით ხოლმე, რომ 300 წელი აჭარა დაპყრობილი იყო, რავი, თურქების მიერ, ან ებრაელები რამოდენიმე საუკუნე ეძახოდნენ მომავალ წელს იერუსალიმში. ანუ მე ოკეი ვარ, რომ შეიძლება მე ვერ მოვესწრო ისეთ საქართველოში დაბრუნებას, რომელზეც ვოცნებობ, მაგრამ ესტაფეტა თუ არ გადავეცი, ეგ ხომ მომკლავს. ჩემ შვილებსაც ხო დაუკარგავს შანსს რომ დაბრუნდნენ. ანუ რეზერვაციები რო იყო, ხო იცი რაღაცა ესეთი ინდიელების რაღაცა. ჩვენ ეხლა მე მგონია რომ იქ ადგილზე გაძლიერების გარეშე, ანუ ხო როგორი მომენტია ჩამოვიდნენ ქართველები, რამოდენიმე წელია, 5 ტირი 10 წელი, ეს ჯაჭვი თუ გაწყდა იმ ადამიანების, ვისაც მძაფრად ახსოვს საქართველო უყვარს, მზად არის რომ კონტრიბუცია ჩამოვიდეს, ეს ჯაჭვი თუ გაწყდა, ჩვენ შანსიც კი აღარ გვექნება და თუ ჩვენ ვიქნებით რაღაც პროცესის დამწყებები, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ემიგრაცია, რა მე კიდევ ერჯერ ყოველგვარი იმის გარეშე მიღებული მაქვს. და რა პროცესი იქნება ეს? ამას ვკითხულობ. პირველ ნაბიჯი, მეორე, მესამე, მეოთხე. ემიგრაციის გაძლიერება, ანუ ერთი რიგითი ემიგრანტის გაძლიერება. აი მოდი კონკრეტული მაგალითი. თუ ვიძახით რომ მოუწია წამოსვლა ემიგრაციაში, პირობითი ავიღოთ, არ ვიცი, ნინო არის საქართველოში
ცნობილი რაღაცა კულტურის მოღვაწე და თავის განვითარებას ხედავს კულტურაში. ჩამოვიდა ემიგრაციაში და არ არსებობს არაფერი სისტემური მხარდაჭერა და ნინოს მოუწია ან მზარეულად მუშაობის დაწყება, ან Uber-ზე, ან დამლაგებლად. თუ არის იქ უკვე რაღაც უჯრედები, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ შეიძლება ჰოლივუდში მოხდე, როგორ შეიძლება რაღაცა, არ ვიცი, დეფი გამახსენდა უცბად, ხო? ანუ რაღაცეები გზა ხო გაიარა დებმა, მაგრამ მივიდა ვინმე თხოვ, რომ რაღაცნაირად აი შენ რა გზაც გაიარე, მასწავლე, ხო? ანუ ჩვენთვის ის რომ ერთი რიგითი ქართველი ჩამოვა და თავისი პროფესიის მიმართულებით გააგრძელებს განვითარებას, ეს ადამიანი შენარჩუნებული არის ბრძოლისთვის. შენარჩუნებულია იმისთვის, რომ მან ისეთ საქართველოსთვის იბრძოლოს, რის გამოც ჩვენ ყველანი ვართ ამ ბრძოლაში. რა არის ეგეთი საქართველოს გარი? დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი, დასავლური მოდელის ლიბერალური სახელმწიფო, ევროკავშირის და ნატოს წევრი, ხო? ანუ ესეთი საქართველოსთვის მებრძოლი ადამიანები, რომ ჩამოდიან ევროპაში და ამერიკაში, ყოველდღიური ამოცანები, აი რა ვიცი, მასლოუს თეორიას რო ეძახიან და პირამიდას, ხო? თუ ადამიანს მუდმივად ექნება საფიქრალი და რასაც აკეთებს ჩემი აზრით ივანიშვილი, ხო? ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები მუდმივად გადარჩენის რეჟიმში უნდა იყვნენ, რომ ვერ შეძლონ რაღაცა უფრო დიდზე ფიქრი რა. ანუ ესეთი ემიგრანტების გაძლიერება და ამ ემიგრანტებზე განვითარების ინსტრუმენტების მიცემა ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი კიდევ შემიძლია ებრაული მაგალითი, ან ქართული მაგალითი როგორი იყო, თავისუფალ უნივერსიტეტს არ ვიცი დღემდე აქვს თუ არა, ისწავლე და როგორ ეგ ისწავლე და ასწავლე თუ რაღაცამდე კარ. მოკლედ შენ უფინანსებდი, შენ გიფინანსებდნენ სწავლის ღირებულებას და მე რომ ამთავრებდი, შენ აფინანსებდი სხვას რა. ანუ ჩახვედი ემიგრაციაში, დაგეხმარენ გზაზე რომ დადგე, მაგრამ შენ გაქვს აი ამ community-ის ვალდებულება, რომ ახალ ჩამოსულს შენ დაეხმარები. შეიძლება იყოს ფინანსური, შეიძლება იყოს შენი უნარები და ესე შემდეგ. ეს თქვენი იდეა თუ ამაზე მუშაობთ რეალურად? ანუ ჩემი იდეა, რომელიც უკვე რაღაცა თანამოაზრეებს აერთიანებს, თან შემდგარი მოდელები არის. ხო, ჩვენ ძალიან დიდი ღონისძიებები გავაკეთეთ პრინსტონში და სტრასბურგში. მე მჯერა, რომ ეგეთი მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი შეკრება ქართველების არ ყოფილა რა. ანუ ეხა არ მინდა რომ რაღაცა მაგაზე ბევრი დრო დავკარგო, მაგრამ დაგაკარგინოთ, მაგრამ ძალიან ბევრ კომპონენტიანი იყოს პრინსტონში. ეს იყო მარკეტ ფიარი, ანუ ქართული პროდუქტების და ქართული ბიზნესების გამოფენა გაყიდვა. ჩვენ ეს გავაკეთეთ პრინსტონის ცენტრში და არის ჩვენს პეიჯზე და სხვათა შორის გამოვიყენებ მომენტს, ყველა ეძახის ხოლმე რომ გამოგვიწერეთო, იმიტომ რომ გჭირდება ეგ მხარდაჭერა და ეს იყო ქართული დროშებით, ქართული სიმბოლიკით გაკეთებული დიდი სივრცე, რომელმაც გამოიწვია რა ვინ ხართ, რა ხართ, რას აკეთებთ, ანუ ცნობადობა მნიშვნელოვნად გავზარდეთ, ანუ ქართული პროდუქტებით და ეს ქართული პროდუქტებისთვის და ქართველი ბიზნესმენებისთვის იყო, ასე ვთქვათ, ნუკი კოშკელეშვილი, რომელიც იყო ჩამოსული, ჩამოიტანა თავისი პროდუქცია, მოისმინა უკავშირი, ეხუტებოდნენ ადამიანები რაღაცა, ანუ მარკეტინგული პროექტია, მაგრამ ასევე გააძლიერა ქართული იდეა, ხო, ანუ ეს ხო არ იყო რაღაცა პატივი გვცა ნუკიმ ჩვენ, არა, ნუკიმ თავისი კონკრეტული ბენეფიტები მიიღო, მაგრამ ჩვენც მივიღეთ ბენეფიტები იმით, რომ ნუკი იქ იყო და დამატებით ხალხის დაინტერესება შეძლო, რომ ნუკი თუ იქნება მეც წავალ, ხო? ანუ ეგ იყო ეგ მარკეტ ფიარი. მეორე იყო პანელური დისკუსიები, სადაც ჩვენ ყავდა სტაფერები, ანუ ძალიან ესეთი საქართველოზე მომუშავე პოლიტიკური იმის ადამიანები, მაგრამ მარტო ეგ პანელი არ ქონდა. ქონდა განათლების პანელი, სადაც უკვე გზაგავლილი ქართველები ასწავლიდნენ სხვებს, როგორ მოხვდნენ იმ უნივერსიტეტებში, როგორ უნდა დაწერონ ესე, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მოიპოვონ დაფინანსება და ესე შემდეგ. ანუ კონკრეტული შექმნილი ღირებულება. რამოდენიმე პანელი გქონდა მოკლედ, ასევე გქონდა სპორტული ტურნირი ფეხბურთში და კალათბურთში კახათილიძის საქართველოსთვის და ჩვენი ბიჭებისთვის რა. და წეგან ჩვენ ვისაუბრეთ, რატომ არის ჩემთვის ეგ ემოციური, იმიტომ რომ ჩვენ თუ როლ მოდელები, ანუ რაზე დგას სახელმწიფო, ანუ ამერიკის კინოინდუსტრია, რომ ამერიკელმა გადაარჩინა სამყარო, რაღაცა უსამართლობა დაამარცხა, რაღაცა და ყველა ამერიკელი ამაყი მაგითია, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელიც რაღაცა იმას შვება, ხო? რაღაცა სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის და ყველაზე მაგარი რაც არის ჩვენ ანწუხელიძის სამშობლოდან ვართ მე და გიორგი. მიამაყება დღეს ამ ბიჭების გვერდით ყოფნა.
ის რომ კახათილიძის ტურნირი იქნება ყოველწლიური, ჩემთვის ეს ძალიან ამაღელვებელია და რა თქმა უნდა ამითი ამაყივარ, მაგრამ გარდა მაგისა პრაგმატული მომენტიცაა, რომ ჩვენ ქართველები ჩვენ თავში უკეთეს ტიპებს დავიწყებთ უკეთეს უნარებს და თვისებებს დავიწყებთ ძებნას, რადგან როგორ შეიძლება კაცო კაცი რომელიც სამშობლოს თავი გაწირა და აი ეს ჩამოვიდა ბრძოლაში შენ იწუწუნო იმაზე რომ აუ ამ არჩევნებზეც არაფერი გამოვიდა და ესე იგი ხო წავედი რა გავბრაზდი ქართველებს. ანუ როცა გააქვს საპირწონე რას აკეთებდნენ ადამიანები და ეს ადამიანები ცოცხლობენ შენს გვერდით, ეს გაძლევს სტიმულს, მოტივაციას, გაფუშინგებს გაწובה რომ შენც რაღაცა იმას აქნა, ხო? სპორტული და ესეთი სპორტული ტურნირი იყო და იყო მუსიკალური კომპონენტი, ოფენი არის, ხა ოფენი არის ამერიკაში, ნუ აი მოვლენაა, ხო? და ძალიან მიხარია რომ მთელი ამ გუნდის აჩიკო გულედანი და მისი გუნდის სრული მხარდაჭერა ჰქონდა და ხა ქართველი ემიგრანტისთვის, რომელიც შეიძლება ზოგი 20 წელი ამერიკაში, აი აჩიკო გულედანის ამ გუნდის ნახვა, რა ვიცი, ლაუდსპიკერი და ძალიან ისეთი, აი სწორ მხარეს რო დგანან, ჩემი აზრით სწორ მხარეს, ხო, პროტესტის სახეებს რო წარმოადგენენ, არ მინდა ხა გამომრჩეს, იმიტომ რომ ბევრი იყვნენ. მათი მოსმენა ასევე იყო იმისი განცდა, რომ რაღაცნაირად თუ შევძელით, ხო, ესე იგი შეიძლება ჩვენგან რაღაცა გამოვიდეს. იმ სივრცეში სადაც ჩვენ ეს გავაკეთეთ, ეს არის Mercer County Park-ი, არ ვიცი, აი ჰექტარებში ალბათ იქნება მინიმუმ 100 ჰექტარი. ერთი 8 სტადიონი და 2 ჰოკეის ყინულის მოედანი და რაღაცა და ამ პარკის დირექტორმა გვითხრა რომ ჩვენ უკვე წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა ის რომ იტალიური ემიგრაცია ამ დროს აკეთებს, მექსიკური ამ დროს აკეთებს, ბერძნული ამ დროს აკეთებს და რა ვიცი მე შეგვიძლია კომენტარებში ჩავაგდოთ ის, ანუ რამდენად მასობრივი არის, აი რამოდენიმე 20, 30, 40,000 ადამიანს რო უყრის თავს და თქვენ ქართული ემიგრაცია ნელ-ნელა ვატყობ რომ ყალიბდებით, აი ესეთ ძლიერ მოთამაშეთ და თქვენი ადგილი გექნებათ კალენდარში და ჩვენ უკვე 23-24 მაისს დავჯავშნეთ ეგ ადგილი, იმიტომ რომ არ არის ესეთი მარტივი დასაჯავშნი და მათ ხო ეგ მომენტიც არის, მაგალითად ჩემი შვილები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ის რომ შეუძლია თავიანთი მეგობრები დაპატიჟონ და აჩვენონ, რომ მარტო ბერძნებს კი არა აქვს და მარტო ებრაელებს კი არა აქვს, ჩვენც გვაქვს ესეთი სისტემური და ძლიერი შეკრებები, ისინი ბევრად უფრო ამაყები არიან. ანუ მეორე ხარისხოვნად რო არ განიცდი შენ თავს, ეგ შენ შინაგანი კომპლექსების განთავისუფლებისთვისაც გჭირდება, რომ აი რავი ქართველი წარუმატებლობასთან არასისტემურობასთან, მეორე ხარისხოვნობასთან აღქმული ერთია და მეორე არის ქართველი, რომელსაც შეუძლია აჩვენოს, აი ესეთი ემიგრაციიდან ვარ რა. ჩვენ საუბრის დასაწყისს დაუბრუნდები. თქვენ ახსენეთ ბელარუსული ემიგრაცია, რომელიც ძალიან აქტიურად მოქმედებს განსაკუთრებით ევროპაში. მაგრამ ბელარუსული ემიგრაციას რაც გამოარჩევს ქართული ემიგრაციისგან არის პირდაპირ არიან მიბმულები, მათ შორის ფინანსურადაც ძალიან ხშირ შემთხვევაში იმავე ევროკავშირს. მათ აქვს აწყობილი პირდაპირი ხაზი დაფინანსების, მედია აქვს საკუთარი. მოქმედი პრეზიდენტი ყავთ, რომელსაც უცხოეთი აღიარებს, რასაც ქვია. ქართულ ემიგრაციას ეს არ აქვს. ქართულ ემიგრაციას ესეთი პირდაპირი კავშირი ევროპულ ფონდებთან არ აქვს. ევროკომისიას არ აქვს მისთვის გამოყოფილი დაფინანსება, ქართული მედია არ არსებობს საზღვარგარეთ. ეს ყველაფერი გეგმაშია, ეს ყველაფერი პერსპექტივაშია, ამ ყველაფერზე ამაზე ვინმე ფიქრობს. მე შემიძლია მედიაზე გესაუბროთ, რომ მედია კი ნამდვილად არის გეგმაში, იმიტომ რომ მედია ბიზნესია, ხო? და ჩვენ თუ საუბრობთ მოდელებზე, მე პირადად შესწავლილი მაქვს მოდელები, არის ესეთი ეთნომედიების გაერთიანებაც კი. ეს ადამიანები, ნუ ესეთი მენეჯმენტი ვინც არიან, ესენი არიან უკრაინიდან წარმოშობით, კანადაში ძალიან დიდი ემიგრაცია უკრაინული და არსებობს კონკრეტული მოდელები, როგორ შეუძლია დაეხმარონ აი ახალ მედიებს, აი ამ ეთნომედიებს, ხო? მაგრამ მე არ ვთვლი რომ ეს მე უნდა ვაკეთო. მე ვთვლი რომ ჩვენ ვქმნით პლატფორმას, სადაც აი ერთი შეხვედრა შეიძლება გავაკეთო და აუცილებლად გავაკეთებთ უფრო სწორად
მედიაში მომუშავე ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრობენ ემიგრაციაში და მზად არიან რომ ამ პროცესებში ჩაერთონ. აი, წარმოუდგენლად დიდი რაოდენობაა თენგო ევროპაშიც და ამერიკაშიც, თქვენი კოლეგები, მე ხარ მინდა მათ გარეშე დავასახელო, მათთან შეთანხმების გარეშე გვარები, ვინც იძახის რომ მე მზად ვარ ერთი დღე ვოლონტიერულად ვიმუშაო, იმიტომ რომ ჩემთვის ამ საქმეში დაბრუნება ნიშნავს სიცოცხლეს, ანუ ცოცხლად რო ვიგრძნო თავი, იმიტომ რომ კი უბერი თუ შეუვლო ფულს და რავი ფინანსურად მეტნაკლებად გავიმჯობესე მდგომარეობა, ან შეიძლება სხვა პროფესიაში, მაგრამ ჩემი არის ამას შევალიე 20-25 წელი და ძალიან მენატრება, ხო? ანუ თავიდან ვიღაცა ვოლონტიერულად ერთი დღე მუშაობს, მერე ერთი დღე ვოლონტიერულად და ერთი დღის გადახდა შეგიძლია უკვე და რაღაც ეტაპზე თუ ეს შეიქმნა როგორც ბიზნესი და როგორც სისტემა, ის ადამიანი მზადაა რომ დაუბრუნდეს ამ პროფესიას. ანუ ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ის რომ შესაძლებელია. ანუ ის რომ ჩვენს გარეშე ამას არავინ არ გააკეთებს, მაგაში დარწმუნებული ვარ. და ის რომ შესაძლებელია მაგაში დარწმუნებული ვარ, პირველივე ჯერზე შეიძლება რაღაცა არ გამოვიდეს, მაგრამ უნდა დავიწყოთ. ანუ საიდანღაც ხომ უნდა დაიწყოს ეს პროცესი. პოლიტიკურ ლობირებას რაც შეეხება ბრიუსელში მაგალითად. ჩემთვის უფრო ამერიკული ემიგრაცია არის გასაგები, ბრუსელზე უფრო ნაკლებად, მაგრამ ასევე პოლიტიკურ ლობირებაშიც მე როგორც რა დავარქვა საშუალო სტატისტიკური ქართველი, იმიტომ რომ აი ვაშინგტონში როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, მე შეიძლება ვიცოდე ფილმებისგან, ანუ ეს ჩემი რაღაცა ეგ ინფორმაცია არ მაქვს მოკლედ რა, იმიტომ რომ მე არც NGO-ს წარმოვადგენდი არასდროს, არც პოლიტიკურ პარტიას, არც სურვილი არ მაქვს, სიმართლე რომ გითხრათ, ანუ მე ადამიანურ დონეზე წარმომიდგენია როგორ მუშაობს რა და ლოგიკური როგორ მიმაჩნია. ის რომ შენ შეგიძლია შეთავაზო რაღაცის სანაცვლოდ, ეს არის ძალიან ისეთი ლოგიკური მაგალითი. აი შემიძლია მოგიყვანოთ ებრაელების მაგალითი. ეხლა იყო პრაიმერიზები, შუალედური არჩევნები რო ჩატარდა, მათ შორის ნიუ-ჯერსში იყო გუბერნატორის არჩევნები და დავესწარი რამოდენიმე შეხვედრას და ერთ-ერთი კანდიდატი გააცნეს ესე. ეს არის ჩვენი კანდიდატი ებრაელი, რომელიც ისრაელში ომის დროს ყველაფერს აკეთებდა ისრაელის სახელმწიფოს მხარდასაჭერად და გავოგნდი მე თქვი რა შუაში ეხა ამერიკასთან ეს თემა რა და ეგრევე მოაყოლა. ეს ადამიანი ჩვენთვის აამაყვა, იმიტომ რომ ისრაელში წყდება დასავლური ცივილიზაციის ბედი და არა მხოლოდ ისრაელის ბედი. ჩვენ ეგრე არ პოზიციონირებთ, რომ საქართველოში დღეს დასავლური ცივილიზაციის ბედი წყდება, რასაც აკეთებენ უკრაინელები, რომ მუდმივად ხას უსვავენ იმას, რომ უკრაინაში არ წყდება მხოლოდ უკრაინის ბედი. აი მაგალითად მიროსლავას ხშირად უწერია ხოლმე ღონღაძე, სხვათა შორის ყავდა ჩვენ სტრასბურგში და ჩემთვის ეს ძალიან ამაღელვებელი იყო, იმიტომ რომ ეს იყო ერთგვარი მესიჯი უკრაინელებზე, რომ ჩვენ ვართ ისეთი ქართველები, ვინც არ შევეგუეთ, ვინც არ ვართ ოკეი, რომ რუსეთის უკანაეზო გავხდეთ და ამაზე ძალიან ისეთი გავრცელება ქონდა მაგ ამბავს, ხო და აი მიროსლავას და ბევრს ვაკვირდები უკრაინელს ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, პარტნიორი მყავს და ყველა მესიჯი არის ეს. დღეს უკრაინა თუ დაეცა, შემდგომი თქვენ იქნებით და ის რომ შენ ვალდებული ხარ ბჭყალებში და არა ბჭყალებში რომ უნდა დამიცვა, ეს მესიჯები მუდმივადაა. ჩვენ ქართველებს ამის გაკეთება ძალიან თავისუფლად შეგვიძლია, რომ ზუსტად გავაგებინო დასავლეთს, რატომ არის ჩვენი დაკარგვა პრობლემა. აი ადამიანური ისინი ვისაუბრეთ, რომ მე ახლა როგორც პოლიტიკოსი ისე ხო ვერ ვისაუბრებ, ჩემი ენერგეტიკი მეგობრები რა, უკრაინაში. მეუბნებიან ეგეთ რაღაცას, რომ თუ თქვენ ოფიციალურად დაგერქმევათ, რომ რუსეთის უკანაეზო გახდით, ოფიციალურად იტყვით დასავლურ ინტეგრაციაზე უარს, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ეს ჩვენთვის როგორი დარტყმა იქნება და რატო? თურმე შესაძლებელია, რომ ფაქტიურად გადაცურული, აი უკვე რომ ევროკავშირის მხარეს იყავი, იქიდან მოტრიალდე და უკან წამოხვიდე, ხო? ანუ რუსეთი ყოველთვის იღებს თავისას. ანუ ხაზაევა ვირნულის გეცოდინება მანქანებზე რო იწერენ ხოლმე, ხო? რომ დემონსტრაციულად თქვა რომ ჩვენ დაუბრუნდით. და ამას ძალიან დიდი მესიჯი აქვს, არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, ბალტიისპირელებიც მაგას უყურებენ, რომ საქართველოში თუ დაბრუნდა რუსეთი, უკრაინაში თუ დაბრუნდა რუსეთი, რატომ უნდა გქონდეს 100%-იანი განცდა იმისი, რომ აი ჩვენთან ეგ ვერ მოხდება რა და აი ძალიან სომხეთი, აზერბაიჯანი
ხო, ნუ სომხეთი აზერბაიჯანი მაინც მგონი არ მე სხვათა შორის ხა პოლიტიკაში მართლა არ მინდა რომ გადავიდე, არა იმიტომ რომ რაღაცებს ვერიდები, ანუ ჩემთვის ყველაზე საიმედო არის ხა სომხეთში რაც ხდება, იმიტომ რომ სომხეთის ევროპული მომავალი გამორიცხულია საქართველოს გარეშე და თუ დასავლეთი იქ ხარჯავს ფულს და იქ აქვს აქტივობები, ესე იგი ნიშნავს რომ საქართველოზე ხელი არ აქვს ჩაქნეული, ამიტომ ძალიან იმედიანად უყურებ მაგამბავს, მაგრამ მე მაინც ბიზნესურად მინდა რომ შეგახედოთ ძალიან რაღაცა ესეთი საინტერესო ის გავიგე ზუსტად გუშინ. მე აქ მყავს ბევრი მიმართულებით მეგობრები და ეხა აქ ჩემი ვიზიტის მიზანი როგორც ენერგეტიკული ბექგრაუნდიდან გამომდინარე იყო, ისე აი მხიდებიდან, ხო? და გუშინ შევხვდი ჩემს მეგობარს, რომ აქ არის ესეთი ბიზნესმენების კლუბი და იკრიბებიან, საუბრობენ, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და ამ ჩემმა მეგობარმა მომიყვა ეგეთი რაღაცა, რომ ჩვენ შეხვედრაზე ყავდა გენერალი, რომელსაც აქვს ახლა ორგანიზაცია, რომელიც ვოლონტიერებთან მუშაობს იმ შემთხვევაში თუ შემოიჭრება რუსეთი, რისი გაკეთება შეუძლია არა თავდაცვის სამინისტროს ეგიდით, არამედ აი ესეთ სამოქალაქო პლატფორმაზე და ამ ადამიანის ორგანიზაციული უნარები პირდაპირ ილინკება ბიზნეს უნარებთან. ხო, ანუ რა არის? ჩვენ თუ ავიღებთ ეკლესიას და ჩვენ თუ ავიღებთ საფეხბურთო გუნდს, ჩვენ თუ ავიღებთ პოლიტიკურ პარტიას, ყველგან ორგანიზაციის მართვაზე არის საუბარი. ხო, ყველგან არის სუბორდინაცია, ყველგან არის მიზანი, მისია და ესე შემდეგ, სტრატეგია და ესე შემდეგ. ხო, და ბიზნესში მომუშავე ადამიანებს აქვთ ეს უნარები. და აი ვიდეოც მაქვს მერე და შემიძლია გაჩვენოთ, რომ თუ გაჩვენეთ უკვე, ხო, როგორი თარგმნებოდა ლატვია ჩემი ლატვია ჩემი პასუხისმგებლობა. ანუ შენ რომ დღეს ბიზნესში ხარ, შენ როცა ხარ ისეთი გამოწვევების წინაშე, რა გამოწვევების წინაშეც არის საქართველოს, შენ არ გაქვს უფლება მხოლოდ კვადრატულ მეტრებზე იფიქრო, მხოლოდ გაყიდულ პარფიუმერიაზე იფიქრო ან რაღაცაზე, ანუ შენი პასუხისმგებლობაა, შენი ქვეყანაა და მე რა რომ ბიზნესმენი ხარ, ანუ ბიზნესმენს თავის ქვეყანა არ უნდა უყვარდეს, მსახიობებმა და ჟურნალისტებმა უნდა გადაარჩინონ ქვეყანა და ბიზნესმენებმა უბრალოდ რაღაცა ისინი ლობიანები გაუგზავნო, მე არ მესმის მაგ. მოდი, ვცადოთ პორტრეტი დავხატოთ იმ ორგანიზაციის, რომელსაც წარმოადგენთ. რამდენი ადამიანი ხართ და ეს თვითონ საორგანიზაციო ჯგუფი? ამ წუთში ეს არის დაახლოებით 20-25 ადამიანი, მათ შორის საქართველოშიც, ევროპაშიც და ამერიკაშიც, ხო? ნუ გააჩნია ხა რომელი კომპეტენცია უფრო აქ ხო cost efficiency-ობაზე არის, ხო? რაღაცები არის, რაც საქართველოში კეთდება, რაღაცები არის, რაც ამერიკაში კეთდება, რაღაცები არის, რაც ევროპაში კეთდება. აი მაგალითად, აქ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ფილიალი გავხსნათ ამერიკული კომპანიის, იმიტომ რომ ევროპული ანგარიშები და ევროპული იურისდიქცია მნიშვნელოვანია. დავინახეთ, რომ ამერიკული ანგარიშები და ამერიკული იურისდიქციით ბევრ პრობლემებს წავაწყდით, მათ შორის აი სტრასბურგში, ხო, გადარიცხვებზე და რაღაცეებზე რა. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი ორგანიზაცია, incorporated, რატომაც ვადარებთ ხოლმე ყველაზე ახლოს დავოსის ფორუმს, ნუ აი დავოსი, ბლუმბერგი, ანუ სადაც ეკონომისტები იკრიბებიან და იმაზე მეძე საუბრობენ, ვიდრე ეკონომიკა არის, ხო, ანუ გავლენაზე საუბრობენ, ხო? არის ეგ და რატომაც არის ეს ბიზნეს პლატფორმა არის ის რომ პირობითად დავოსის ფორუმს ვინც ემსახურება როგორც სატრანსპორტო კომპანია რომ ციურიხის აეროპორტიდან მიყავს სტუმრები და უკან აბრუნებს ეს მათთვის არის შესაძლებლობა რომ პრემიუმ კლასის გადამყვანად დაპოზიციონირდნენ და თავიანთი სერვისები უფრო ძვირად გაყიდონ მერე რა ანუ აქ არაფერი როგორ მაღალი მოთხოვნა ლიმუზინებზე ძალიან არა მარტო არ ვიცი აი კეითერინგს ვინც აკეთებს ხო აი ჩვენ მაგალითად მომავალ წელს უკვე ვიცით ვინც გააკეთებს welcome dinners იმაში პრინსტონში აქ ეხა მაგალითად ყავდა სტრასბურგში ამ welcome dinner-ის წარმდგენი არაჩვეულებრივი ადამიანი ქეთო ნინიძე რომელიც არის აი შეგიძლიათ მე ნახოთ ძალიან აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ევროპული გზის და გამოკვეთილი პოზიცია აქვს რომ რუსეთში არ ყიდის რუსულად არ აწერს ის დაშვებები აქვს რომ თუ ეთანხმები რომ რუსეთი ოკუპანტია მე რეგიშვებს და ესე შემდეგ და მაგისი ღვინო გქონდა მაგისი ერთ-ერთ ღვინოზე იყო ეტიკეტი საქართველოს 20% ოკუპირებულია ამას სურათი გადაუღო მიროსლავა ღონღაძემ და დატვიტა თუ და იმას აქნა ხო ეს ნახა რამოდენიმე მილიონმა ადამიანმა და ეს აუცილებლად გადაეზრდება ყიდვებში ხო ვაუ ეს ქართული ღვინო არის ისეთი რომელსაც მე
ვიყიდი უკრაინელი, რომელიც ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩემი ქვეყანა იყოს დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, ანუ ჩემნაირი ტიპი არის, ხო? ანუ აქ ემოციების გარდა პრაგმატული რაღაცა არის, ხო? და აი კიდე სხვაგვარად მინდა შეგახედოთ. ემიგრაციაში ყველა სტატისტიკა აჩვენებს, რომ 85% არის არა ქართული ოცნების მხარდამჭერი, ხო? ანუ ძალიან ბევრ ადგილზე. ესე იგი, შენი პოტენციური მყიდველი იზიარებს იმ ღირებულებებს, რისთვისაც ეს პლატფორმა შეიქმნა, ხო? აი, ავიღოთ გადამზიდი კომპანია. გადამზიდი კომპანია, რომელიც იქნება ჩვენი ერთ-ერთი აქტივობის სპონსორი, ხო? და მეორე კონკურენტი გადამზიდი კომპანია არ ეკარება ამ პლატფორმას. მე რომ ვიცი, რომ ეს ხალხი ჩემს სახში დაბრუნებაში არიან ჩართულები, იმ პროცესებში არიან ჩართულები, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომელ შეუკვეთავ? რა თქმა უნდა შეუკვეთავ იმას, ვინც ჩემი თანამოაზრია, აი რო იყო ხოლმე, ხო იცით, დანკინში არ ვიყიდოთ და, რა ვიცი, მაკდონალდში ვიყიდოთ და რაღაცები, ნუ ეს ეგრე მუშაობს. ამართლებს, რა თქმა უნდა. ბიზნეს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ძალიან ბევრი ინსტრუმენტი აქვს და ღირებულებების მქონე ბიზნესი ძალიან გამოსაყენებელი არის ამ ბრძოლაში რა. ჩვენ უბრალოდ გქონდა რაღაცნაირი წარუმატებელი მცდელობა შარშან და არ მინდა მაგ თემაში შევიდე, მაგრამ რამოდენიმეჯერ ვახსენე, რომ მაგ პროცესმა და მაგ ადამიანებმა ისე დააზარალეს ბიზნესი, აი რაღაცა პლატფორმა რო შექმნეს და დღეს ამ ხალხს ვერავინ ვეღარ ნახულობს, ხო? Free business და რა ვიცი, იქ გმირებად გახადეს, ყველა ტელევიზიაში იწვევდნენ და რაღაცები და დღეს ამ ადამიანებს ვერ იპოვნიან, თორე მე მქონდა მცდელობა მესაუბრა, რომ მოდი ეს უბრალოდ ის კი არ იყოს შეიმ კამპანია, რომ შენ თუ აქ ხარ, ესე იგი ცუდი ტიპი ხარ, იყოს ის, რაც დასავლეთში მუშაობს. მაგალითად, მე ვარ წყლის მწარმოებელი, თქვენ ხართ, არ ვიცი, სასტუმრო ბიზნესი გაქვთ, ხო? ჩვენ ვინც ამ კლუბში ვართ, ერთმანეთს გავუკეთოთ ფასდაკლებები. ანუ მე რომ მყიდულობ თქვენგან სერვისს, მე მომეცით 5%, ანუ ეხა პროცენტებს არ აქვს მნიშვნელობა, ანუ ერთმანეთს მივცეთ განსაკუთრებული პირობები, რომ ჩვენთან შემოერთება პრაგმატულადაც საინტერესო იყოს, ხო? ანუ მიზიდულობის ცენტრი თუ არ შექმენი, როგორ გინდა რომ გადარჩი ამ იმაში და ბიზნესმა ეს ინსტრუმენტები იცის რა. ეს არ უნდა ყოფილიყო რეესტრი, რომ აი ამან თქვა, რომ მე არ ვარ ქოცი, მე რა იმის იქით რა არის, ხო? ანუ შენ თუ мотивация შემინარჩუნებ, რომ აქ დავრჩე და ბენეფიტები მივიღო, კიდე სხვებს მოვიყვან და ვეტყვი, რომ აი აქ წყალს მიიღებ 5%-ით ფასდაკლებით რა. და რაღაცა კლუბის წევრობა ერთმანეთის გაძლიერება არის, აი community რა, ვერ გადავთარგმნეთ ეგ community, აი თემი. თანამეგობრობა. ხო, ნუ აი ტევადი არ არის თანამეგობრობა, ხო, ანუ აი ეს community-ის მცნება არის აი ჩემთვის ძალიან ინსპირაციული, იმიტომ რომ აი ამერიკაში ძალიან მაგრად მუშაობს ეგ ისინი რა, რომ აი ეს community-ებს რამხელა პასუხისგებლობა აქვს თავის თავზე აღებული და თქვენ ხართ ამერიკაში. დიახ. ევროპაში რაიმე ფილიალი როგორც კი, წარმომადგენლობა გააქვთ. ყავთ ადამიანები, ვინც ევროპელ ბიზნესმენებთან ცალკე იმუშავებს, ევროპაში მოქმედ მცხოვრებ ქართველები. მაგას ხსნიდი წეღან, რომ ჩვენ აი ხა ამ რაღაცა ვიზიტის დროს უკვე გადაწყვეტილად გავხსნით ამ ფილიალს, არ მინდა ვთქვა სად რომელ ქვეყანაში და სად მივდივარ აქედან და რაღაცა, მაგრამ გადაწყვეტილად გავხსნით ევროპაში და ისეთივე ღონისძიებას, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა 6 დეკემბერს, აუცილებლად გავაკეთებთ ევროპაშიც. ანუ ეგ არის უახლოეს გეგმებში და როგორც გითხარი, ჩვენ ერთი თვის უკან სტრასბურგში საკმაოდ დიდი ღონისძიება გქონდა, მრავალფეროვანი, როგორც პანელების მიმართულებით, ისე მაგალითად იყო ჭოლას თეატრი და გქონდა საქართველოს 1920-1924, რომ ერთია, რასაც უყურებ საქართველოში და მეორე აი რო გრძნობ, რომ ვიზე დგას რეჟიმი, რომ აი იცი რა არის, აი ესე მეტაფორულად რომ იმას აუქნათ, რომ ჯემალის დაუსხა ლუიზამ რაღაცა სოუზი და ამშვიდებს, რომ ჯემალ შენ თუ არ ცემდი იმ ბავშვებს, ხო მაინც ვიღაცა ცემდა რა და ჩვენ კიდე ჩვენი შვილისთვის სწავლის ფული გვაქვს გადასახდელი და ამ კაცს ეს ჭირდება იმისთვის, რომ ცუდ კაცად არ იგზნოს თავისთავად. ზუსტად ეგრე ხდებოდა 1921-ში და 1924-ში. ჩვენ რატომღაც გონია, რომ ივანიშვილს თავისთავად ცუდი გონია, ან კალაძეს და სარკეში ვერ იყურებიან. ანუ ეგ ის ანუ აბსოლუტურად არ მგონია, რომ არა ზოგადად ვიძახენ, ბოროტებად, ცუდ ტიპებად, იმა თავიანთი თავი არ გონია. მათ ჩამოაყალიბეს უკვე ესეთი პროპაგანდა, ისეთი ტვინის გამორეცხვის ისეთი სისტემა აქვს დამუშავებული, რომ დარწმუნებულები არიან, რომ შენ გებრძვიან, იმიტომ რომ შენ ხარ ქვეყნის მტერი. დარწმუნებულები არიან. ისეთი აი
გამორიცხილი ტვინები აქვთ იმ მათ შორის იმ პოლიციელებსაც რომლებიც გარბევენ ნებისმიერი ჩინის დაწყებული ბრიგითიდან დამთავრებული გელა რაღაცათი აბსოლუტურად არწმუნებულები არიან რომ სწორ მხარეს დგანან და ისტორიის სწორ მხარეს დგანან კი და თან მაგაში ეხმარებიან ხო მე მართლა ძალიან პრინციპული ვარ მაგამ ბავში აი ცნობილი კადრები ხა არ მინდა რომ დავასახელო რო ვრცელდებოდა ხოლმე და აი ვიღაცას უჩვენებია ნახე და მე არც კი ჩამიხედია იმ ტელეფონში ანუ რას აკეთებენ რომ აჩვენო რომ იქით ამ მხარეს მყოფი ხალხი აი ქალთან კაცთან აი ეგენი არ არიან ჩვეულებრივი ქართველები და ამით იკვებავენ რომ იმ რიგით პოლიციელს აჩვენებს რომ ვიღაცა ოპოზიციაში ქალთან კაცთან და რაღაცეები ხო ანუ რატომ არ არის ის ღირსეული და რატომ არის ის შენზე ცუდი მაგი ჭირდება იმ პოლიციელს რომ კარგად ჩაარტყას თავში და ყველაფერზე წავიდეს ხო და ამაზე რაღაცნაირად ამისი ახსნა რომ ჩვენ გონია რომ იქით ჩვენ ახლა ვუტრირებ რა თქმა უნდა ხო ანუ ჩვენ გონია რომ იქით ამ ხარეს იმდენად აწუხებს ეს ცუდი ტიპობა რომ რაღაც ეტაპზე ვეღარ შეძლებენ მაგის გაკეთებას და არ არის ეგრე აბსოლუტურად არის რამე თემა რომელზეც არ გვისაუბრია და აუცილებლად უნდა გვეხსენებინა ჩემი აზრით არის ის რომ რაღაცა წუწუნი შეიძლება გამომივიდეს არ ვიცი მაგრამ მინდა რომ თქვა მოკლედ აი ჩემთვის ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ საქართველოში დაბრუნებისთვის ბრძოლა. ჩემთვის ეს ბრძოლა არ არის ჩემი შვილებისთვის ესტაფეტის გადაცემის ბრძოლა და ესე შემდეგ, ხო? ჩემთვის ეს ბრძოლა არის ბიზნესზე ნამუსის ჩამორეცხვის ბრძოლაც, იმიტომ რომ ყველას პატრიოტიზმი არის დასაჯერებელი, მსახიობის, ჟურნალისტის, პროფესორის, მაგრამ აი შენ რაღაცა მათ ფული შოვნა გინდა მე არ გენდობი კაცო შენ და ანუ ნდობა ვერ მოიპოვა ამ პლატფორმამ იმის გამო რომ ბიზნესურად არის რაღაცა დანახული და ჩვენთვის როგორც ავხსენი არსებობს მაგალითები ლატვიაში ბელორუსში ანუ ბიზნეს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი აქვს საიმისო და აქვს мотиваცია ხო წეღარო ვახსენე რესტორნები ანუ იმ რესტორნებს თუ აქვთ განცდა რომ 85% ჩემი არის პროდასავლურად განწყობილი მე ანუ მარკეტინგულად უნდა გავეპრანჭო ამ ხალხს და მარკეტინგულად უნდა დავაფიქსირო ჩემი ღირებულებითი ესე ვთქვათ ნაწილი ხო ამიტომ ბიზნესთან საუბარი აი გუშინ გავუგზავნეს სხვათა შორის ერთი ვიდეო არ დავასახელებ გვარს ესეთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ცნობილ ადამიანს ლიდო რო არის ესეთი ისა ხო ლიდოში შევედი და ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელებიდან ალკოჰოლური 4 ბოთლი 4-ვე ქართული არაალკოჰოლურიდან 10-დან 3 იყო მხოლოდ ლატვიური ზედაზენი რაღაც ანუ თუ საქართველოს დაირქმევს თავის თავს როგორც დასავლეთის მტერს იქნება ლიდოში და ლიდოსნაირ მეებში დაწესებულებებში ქართული ღვინო არ იქნება 100% დარწმუნებული ვარ ხო ამიტომ უნდა დაინახოს აი ამ სამოქალაქო სექტორს რასაც ვეძახით რომ ბიზნეს თავისი ინტერესები აქვს თავისი мотиваცია აქვს და ეს არ არის სამარცხვინო რომ მე რომ ფული შოვნა მინდა ეგ არ არის სამარცხვინო მაგრამ თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს თუ ეს არ ეწინააღმდეგება ღირებულებებს როგორ იქნება თუნდაც ის ღონისძიებები რასაც ჩვენ ვაკეთებთ მდგრადი ხო ჩვენ ბილეთში ფულს არ ვიღებთ ხო ეგ მნიშვნელოვანი არის და ეს არის თავიდან ბოლომდე სპონსორობაზე აგებული ბიზნეს მოდელი ხო ანუ იმისთვის რომ ქართველებს ქონდეთ შესაძლებლობა და წვდომა აი ესეთ აქტივობებთან ბიზნესი უნდა ჩაერთოს და საბოლოო ჯამში ეს აძლიერებს საქართველოს აძლიერებს ემიგრაციულ თემს ამიტომ მიმართვა თუ მესიჯი არის ის რომ მოდი დაგვისვით კითხვები და ესე ნუ მოგწერთ რომ თქვენგან კაცო არაფრის არ მჯერა რა ხო ეგ მაწუხებს მართლა როგორც ბიზნესმენს და მენეჯერს აი რაღაც დამნაშავესავით უნდა ვიყო და ავხსნა რომ არ ვარ მე ის კაცი და არ ვარ მე ცუდი კაცი და რაღაცეები ხო და არ არის ქართული ბიზნესი ცუდად ჩამოსაწერი არ არის ნამდვილად არ არის და ვიცი ახლა რომ იმაშვებით ხოლმე ნიკო ნიკოლაძეზე ხო ნიკო ნიკოლაძე რომ ეხარ გააცოცხლო არ უნდა მდობოდით მაშინ ხო ნდობა არ უნდა გამოგვეცხადებინა მაინც და მაინც უნდა მოუკვდეთ რომ მე გამოგვიცხადო ნდობა გამოგვიყენეთ ეხლა დღეს და აქ ხო ძალიან დიდი მადლობა და იმედი მაქვს რომ თქვენ გამოგიყენებთ თქვენივე ჩვენივე ქვეყანა
მე მაგ გამოყენების და თქვენ პლატფორმას გამოიყენებს. კი, მე მაგ გამოყენების დეფინიციით იმას ვიზავდი, დავამთავრებდი, ის რომ ჩვენ ერთმანეთი გამოვიყენოთ, მაგაში არაფერი ამორალური არა. მე თუ ვიცი რომ თენგოს პოტენციალი, თენგოს უნარები, თენგოს ნაცნობა ჩემს მიზანთან მაახლოვებს, რომელიც გაცხადებულია, ეს კი არა დამალული და რაღაცა, ხო? თენგოს ვეუბნები რომ შენი გამოყენება მინდა ამ მიზნისთვის, მაგრამ მე ამას ჩამოვდივარ ამ ბრძოლაში. ანუ ის რომ ჩვენ ერთმანეთი გამოვიყენოთ საერთო მიზნისთვის, აბსოლუტურად არ მიმაჩნია არასწორად, ამორალურად, ან რაღაცა დანაშაულად. პირიქით, ეს არის სინერგიის შექმნა, ერთმანეთის გაძლიერება და საერთო მიზნის გაძლიერება. წარმატებები უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს იმისთვის რომ საქართველო გაძლიერდეს. კი ბატონო, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 6 დეკემბერს იქნება რაღაცა ახლის დასაწყისი ქართულ ემიგრაციულ ბიზნესში. გვეყოლება ძალიან საინტერესო სპიკერი გიორგი ქადაგიძე, რომელიც ჩემთვის არის ერთ-ერთი გამოკვეთილად ესეთი გაბედულად მთქმელი, თანმიმდევრული და თან საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე და აი იქ ვისაუბრებთ იმ თემებზე, რაც ვახსენდა, კიდე სხვა თემებზე, იმიტომ რომ ეს ქართული ემიგრაციული ბიზნეს კომუნიტის შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ბრძოლაში, მაგის მაგალითები არსებობს და ძალიან გვინდა რომ ბევრმა ადამიანმა მოვიდეს ერთჯერ გვენდოს ნახონ რას ვაკეთებ და მერე გადაწყვიტონ, ხო? დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემა და